თუკი ყველაფერი კარგად არის საქართველოში, ბატონი ივანიშვილი რო ბრძანებს, ქალბატონი ეკაბესელია, იქ ქალბატონი თინა თინხიდაშელი და დანარჩენი სხვები კაბინეტებში და აი სავარძლებში მოთავსებულები, ყველაფერი კარგად არის საქართველოში, ჯანსაღია ლარი, ცოცხალია და ყველაფერი. თუ კარგად არის ეს მაგათთვის არის მარტო. მაშინ რას გვეუბნებიან კრედიტით დაზარალებულებს, რას გვეუბნებიან სოციალურად დაუცველებს, უსახლკაროებს, პენსია რო არ მომატებიათ, დახმარება რო არ მომატებიათ, გასამაგებული ჩვენ მონიტორზე ყველაფერს ხედავთ, ეკრანებზე ყველაფერს ვისმენთ. ესე უსირწყვილოდ რო ამბობენ თან, უსირწყვილოდ. რას გვეუბნებიან ჩვენ, რას გვპასუხობენ? აი მაგისთვის ვართ მოსული. არავინ არ დახრეტავს მაგათ. თუნდაც დღეს გამოვიდნენ იმ ნაციონალებთან ერთად და გვიპასუხონ ჩვენ. გვიპასუხონ რა არის კარგად, გვაინტერესებს. ან სად გაკეთდა რაღაცა, მისამართი მოგცენ, წავალთ, ვნახავთ, თვალს მაინც გავახარებთ. რუსეთისკენ უმიგვაქრებენ, რა ესავთ ამან. რუსეთისკენ უმიგვაქრებენ. ყველანი კარგად არის ვიტო 100 და 80,000 პრემიები რომ დაირიგეს. მაგას ჯობდა რაღაც სამუშაო ადგილები შეექმნათ, რომ მშიერი ხალხი ვართ ქუჩაში. ეს იმას არ ნიშნავს რაღაცა ძონჯი რომ შემოვიცვათ ტანზე და კარგად ვიყვეთ. ან ცალცალი კალოშით რო არ ვივლით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარგად ავართ.